მოგესალმებით, ძირფასო მოგებდებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი. ნინო მანტიკა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ შესაძლოა შევცვალო სახელი და დავირქვა ის ნინო მანტიკა. ნახოთ. არაული შეზნები გაქვთ. აქ თითქოს თქვენს დამუშავებაზე, ასე ვთქვათ, მუშაობს ვიღაც. ეს არის, რომელიც თვალს გადევნებთ ამ ადამიანის სახეზე დაახლოებით ნიშანი აქვს. ნუ ახლა პირადი გაშლასავით გამომივიდა, მაგრამ ვიღაცისთვის ესე იქნება ზუსტად და ვიღაცისთვის უბრალოდ მინიშნება რაღაც ნიშანი. შეიძლება სხეულზე აქვს რამე ნიშანი ამ ადამიანს. რამე სხეულზე. ნუ იქნება არიცით და აძე აღმოაჩინოთ. კი, ამ ადამიანს აქვს სხეულზე ნიშანი. გითვალთვალებთ სხვათა შორის რაღაც თქვენს ან ნივთი აქვს ამ ადამიანს, ან შეიძლება სურათიც, ხო? იმიტომ რომ აქ მე არ დავკონკრეტდები საჯარო გაშლაში რა არის ეს, რასაც ასე ვთქვათ გაზიანებთ, მაგრამ იცოდეთ ეს არის ძირითადად ისეთი დამაზიანებელი ფაქტორი. აი რაღაც რომ გეტკინოთ, ან ჩხვლეტები ხომ არ გაწუხებთ შემთხვევით. ნემსებით და რაღაცებით რომ მუშაობს ადამიანი, თოკები, ჩეკვრა დაუშვათ ვიღაცაზე. ცოტა ისეთი სერიოზული გაშლა გამოდის ვატყობ მე აქ. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ რაღაც იმათ გრძნობს თავს ესეთნაირად როგორ იცი ეს რატო და დაუშვათ მე რატო არა თუ რაღაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ხო თქვენს მიმართ და ნუ თქვენს ეთყობა თქვენს სტიქიაში ხართ რაღაც და თქვენს ფერებში წარმოგიდგენიათ ან ვარდისფერი სათვალე გიგეთიათ თქო არ ვიტყვი შეიძლება ვიღაცისთვის ესეც არის მაგრამ აინც თქვენი რაღაც სტიქია გაქვთ აქ აი ეს კიდე ცოტა გამაღიზიანებლად არის აქ მე ასე გეტყოდით თითქოს ადამიანს ასევე უნდა რომ შეგცვალოთ რაღაც სახელი დაკარქვათ თავისებურად ხო თავისებური ასე ვთქვათ იარლიკი მოგაწეპოთ თუ რაღაც არ არის გამორიცხული ზუსტად შერქმეულ სახელს რამეს გეძახოდეთ ეს ადამიანი მე ასე ვიტყოდი აქ იცით რა არის თქვენთან ემოციური როგორ უნდა მიხვდეთ რომ ეს ნამდვილად მართალია ვისთვისაც რეზონინდა უკვე ხო საკმარისი არის თუ არ რეზონინდა ან ისე მოისმინეთ უბრალოდ ანუ საერთოდ გახვალთ და აღარ მოისმენთ ემოციური ფონი არის თქვენთან აქ რაღაც ელოდები შეიძლება ახლა გამოსწორდება რამე ნუ არაფერი შრომობთ არაფერი გამოსწორდება შრომობთ არაფერი ცოტა სიზარმაცეც არის აი ეს ყველაფერი რატომღაც ცოტა მე დაზიანება მიფიქსირდება ეს იმას ნიშნავს რომ აქ არის გარკვეული ზიანი ასეთ გაშლას არ ველოდი სიმართლე გითხრათ სხვათა შორის მე ვიტყოდი რომ რაღაც არ არის გამორიცხული გზაზე შეხვედრა ამ ადამიანთან კარგით დანარჩენი მნახეთ გაუთვალისწინებელი მოქმედებები ხარჯები თქვენთან მომატებული არის ამ ეტაპზე ხო შეიძლება გაუთვალისწინებელი კი მოქმედება ხარჯი დაუგეგმავი რაღაც აი სხვანაირად რო დაგეგმავ დავუშვათ ამ საღამოს გავატარებ სახლში რაღაცა დავისვენებ ფილმს უყურებ თქვით და მომენტალურად ისე შეიძლება ყველაფერი ნუ იდეაში არც დაგესიზმრებოდათ ხო და არც მოიფიქრებდით რაღაც ესეთი აი დავუშვათ იტყვით ახლა რომ მე ახლა რაღაცას ესე დავაგროვებ ან არ დავხარჯავან რაღაცა და ესე გაუთვალისწინებლად რაღაცები ხდება თქვენთან.
კი ბატონო, აქ მაქსიმალური ყურადღება, აი მე არ ვიცი თქვენი ფანჯარა შეიძლება შორიდან რა დროს აანთებთ ფანჯარას ჩააქრობთ, ამასაც აკონტროლებენ რომ იცოდეთ. გარდა ამისა, აქ არის საგვარეულო ხაზიდან თუ ინმეზე განაწყენებული ხართ, მე ასე გეტყოდით, უნდა გააკეთოთ აქ ჩახსნა, ეხლა რა ხდება? ჩახსნა ეს არის წმენდების გარდა თქვენ უნდა გააკეთოთ რა. აი ეს პატიების მომენტი ვიღაცასთან, დავუშვათ მამასთან არის ეს, ვიღაცასთან დედასთან არის, ხო? ეს ყველაფერი უნდა მაინც აპატიოთ. ეხლა ხანდახან ამბობთ, რომ ვერ ვახერხებ, უნდა მოახერხოთ, იმიტომ რომ აქ იბლოკება თქვენი, მოდი ასე ვთქვათ, წარმატება ის შეიძლება როგორ არის იცით, რაც თქვენ გეკუთვნით, რასაც ბედს ეძახით, ეხლა ბედი ცოტა ისეთია, მაგრამ აი რაც გეკუთვნით, უნდა მოვიდეს ვიღაცასთან, დავუშვათ კარიერული წინსვლა არის, ვიღაცასთან ბარაქა არის, ვიღაცასთან ბედი არის, თუნდაც დაოჯახების თემა. აი სხვადასხვა ვარიანტები ხო და არ არის, აი დაგვიანდა რაღაცა, დაგვიანდა, არ მოდის. აი ამიტომ არ მოდის, რომ აქ მამის ხაზი, ან უფრო მამაკაცი მგონია, ან შეიძლება რაღაც საგვარეულო ხაზიდან დედის ხაზი იყოს, შეიძლება გიშლით ხელს, ხო? ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ უბრალოდ თუ გაიგებს ის ხალხი, ხანდახან არის, რომ აი კომუნიკაცია თქვენ კი შეადგინოთ, შეიძლება და დაიკონტაქტოთ, მაგრამ ეხლა არ მოხერხდება, ხო? მაინც ყველა ვერ გაიგებს, აი როგორც პატიების თემა, აპატიე, კი, ვაპატიებ, არა გაიგებს ადამიანი, რომ ვაპატიე. ამ შემთხვევაში უნდა აპატიოთ გულში და აღარ გექნებათ მასთან კონტაქტი, ხო? ურთიერთობა. აი იგივე მომენტი არის აქაც, იმიტომ რომ თქვენ იყოთ კარგად, იმიტომ რომ ის რაც თქვენ გეკუთვნის მოვიდეს და აი მაგან არ ჩაჭრას და არ წაგართვათ აქ უკვე ჯადოსავით მოქმედებს ეს, ხო? გებლოკებათ ენერგია. ამიტომ უნდა გააკეთოთ ეს მიმტევებლობა ან გულში რაღაცა, იმიტომ რომ მე ვიყო კარგად, საკმარისია რა, რაც დავზარალდი შენგან. ნახე, დავუშვათ ხო? თუნდაც ეს მოლოდინი. ამიტომ ეს უნდა აუცილებლად მოახერხოთ. მოვა აქ, გაის გამართლება მოვა, რაც თქვენ წილად ბედად. მე უფრო მგონია შეიძლება ოჯახური სითბო, გარემო, მეუღლე, შვილები, თუ კი ეს არ არის მოწესრიგებული, ხო? ვისთანაც დავუშვათ ყავთ და არ არის კონფლიქტური ან რაღაცა ისე გაქვთ, მაშინ სიმშვიდე მოვა, შესაძლებელია აქ უფრო მეტი ხვავი, ბარაკა, წარმატება, აი ეს ყველაფერი მოვიდეს. ვისთან რა არის ეხლა, ეს უკვე თქვენს თავზე მოირგეთ, აქ ვინც ახართ მსმენელები. დიაგნოსტიკასავით გამომდის გაშლა. აი ამიტომ არ არის გამორიცხული, ზუსტად ამიტომ შეიძლება აქ კი იყავით ვინმესთან ურთიერთობაში, მაგრამ არ გამოვიდა, ხო? გარდა ამისა, მე მაინც მგონია, რომ აქ არის რაღაცა თქვენი ინტერესები, მაგრამ ეს რა არის, კაცო? ინტერესები. იცით რა არის, თითქოს აქ არის ის მომენტიც, რომ რა ვიცი, სულ გითვალთვალებენ, ვერ გავიგე. ყველა თითქოს გითვალთვალებთ. მე რამდენჯერ უკვე ვამბობ გაშლა, რამდენი წუთი დავიწყე და 9 წუთის მეტი არ არის, კაცო მეგონა 1 საათი ველაპარაკე. რათა მივეჩვიე მოკლე გაშლებს, ხო? ნახეთ, თითქოს ისე თქვა, 9 წუთში უკვე მესამედ ვახსენე. ყველა კუთხეში თქვენ სადაც არ უნდა წახვიდეთ, ესე გამოვიდა, ყველა გაქცევთ ყურადღებას. აი სადაც არ უნდა გაისტუმრათ რომ მიხვიდეთ, ალბათ იქაც გამოხდება ვიღაცა და გამოიჭყიტავს და რაღაცა, რავი. ესეთი რაღაცები კიდევ ხდება, კაცო, ადრე რომ ხდებოდა ის სოფელში რო ეხლაც ხდება, მე მგონი, ხო, სოფელში რო ჩახვალ სტუმრად და ვინ მოვიდა, ვინ გაიარა გზაზე ესე ყველა რო გამოეფინება, ხო? რაღაც ესეთი მომენტი არის თითქოს ყურადღების ცენტრში საკმაოდ კარგად ხდებით. იცით რა არის? ასევე მგონია რომ
აქ ცოტა ბედთან დაკავშირებული თემა იყოს პრობლემატური, იმიტომ რომ თითქოს გიკეტავენ გზას ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ნახეთ როგორ არის უკაცრავად ერთი და იგივე სიტყვას რატომღაც ბევრჯერ ვიმეორებ, ესე გამოდის თქვენთან ესე იქნება ზუსტად ერთ წრეზე ტრიალებთ და იმიტომ ესე ვიძახი, სულ რაღაც ესე ხართ. ესეთ ენერგიაში იქნება აქ ვიღაცა, რა ვიცი მე ერთი 60% მაინც. ნახეთ, შედიხართ ურთიერთობაში დაუშვათ, ხო, იწყება, მაგრამ მე აღარ ვითარდება. ან გადადის რაღაც ტოქსიკურში, ან მომენტალურად მიდის ქრება, ვიცი, ან რა ვიცი, შეიძლება თქვენ დაიწყოთ ავადმყოფობა, ცუდად ხართ რაღაცა და აღარ ვითარდება რა ურთიერთობა, იხურება ყველანაირი კარები. ხო, აქ უკვე დაზიანება ერთ რაღაცასაც გეტყვით. აქ არ არის გამორიცხული თუ უკვე ასაკში და რაღაცა ხართ ადამიანთან ბედის დახურვა როცა ხდება და ბედის გახსნაზე მუშაობენ. კი ბატონო, შეიძლება გაიხსნას ბედი, მაგრამ შვილის პრობლემა იყოს და ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ეს აუტიზმით დაავადებული ბავშვები მაგ დროს იბადებიან. კარგად გაიაზრეთ, რაც გეუბნებით, როდესაც ბედის ჩაკეტვა არის ადამიანთან და მაინც თუ მოახერხებს ეს ქალბატონი და შვილს გააჩენს, გათხოვდება თუ არ გათხოვდება, რა აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში ხდება აუტიზმით ბავშვის დაბადება. ყველა ის, ვინც იბადება აუტიზმით, როგორადაც ხაბრულად არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ იყო ვიღაცის ბედი ჩაკეტილი, ან ბიჭის, ან გოგოს. და შემდეგ უკვე, როდესაც, ამიტომ, თუ კი ესეთ რაღაცას ხედავთ, აგვიანდება თქვენს ბედს და რაღაცა გრძნობთ, რომ ეს ჩაკეტილი, უნდა გაიაროთ დიაგნოსტიკა. აუცილებლად უნდა მოხდეს წმენდები, აუცილებლად. ისე უბრალოდ ბედი გამიხსენით და ესეთი შელოცვებით, აუცილებლად ამ შედეგს მიიღებთ. და ეს მერე ხო ხვდებით, არ გამოვლინდეს ესეთი ფორმით, ამიტომ ეს უნდა გააკეთოთ. აუცილებლად ეს უნდა გამოიკვლიოთ, ვისთანაც ეს უკვე დაფიქსირებული არის, ხო? წმენდის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს უნდა დაინახოს ახლა პრაქტიკოსმა, იცით რა არის, ბევრი მიდიხართ წმენდებზე, მაგრამ რას წმინდავენ, აზრზე არ არიან. ეს რაღაცა ბურუსია, შავი ბნელი ისა და ჩაკეტილი ხარ და აზრზე არ არიან, რას წმინდავენ. რა ჯადუ არის და რაზე მუშაობ ადამიანო, მოპარვა არის სიტყვაზე ბედის, რა ვიცი მე თუნდაც ეს ჩაკეტვა არის, სასაფლაო მაგია, სასიყვარულოა, საგვარულო, რაზე მუშაობ 1000-ია კიდე ახლა მე ძალიან პრიმიტიულად ჩამოყავი. აზრზე არ არიან. და მე იცი რა წმენდა არ გამიგიშვილ, ჯერ ერთი სადსწავლობენ ამ შელოცვებს ძალიან საინტერესოა ყველამ რომ ესე გააქტიურდა, მე მართლა მიყვარს. მე კიდე კარგი ისწავლა რაღაცა ეს მოახერხა მაგას ჯერ კიდე მარტო შელოცვა არ ყოფნის, ენერგია ჭირდება და სწორი ცხოვრება უპირველესად ჭირდება. მაქვს გაჟღერებული და კიდევ გავაჟღერებ. როგორც ბერები არიან თუნდაც. სწორად ცხოვრება, ხედვა აქვს, ის კურნების ნიჭი ხო მიეცათ. ეზოთერიკაშიც იგივეა, თქვენ რა გონიათ, ეს ნიჭის რაღაციდან უნდა მოგეცოს, საიდან პირველ რიგში ის ადამიანი, ვინც თქვენ გასუფთავებთ, ის უნდა იყოს სუფთა. ან ცხოვრების სუფთა წესი კონდეს, ან რაღაცა უნდა კონდეს, რაღაც ხალხნო. ესე არ არის, აქეთ პივის ბოთლი დაიკავო, ვიღაცა გამოვიდა, მაშინ იქით სიგარეტს თუ პირდაპირ მაშინ ეწევიან, რა ქვია, ლაივში, აქეთ, რა ვიცი, საყვარლები თუ ნაშები გაფორმებული და ზოგი გაუფორმებელი და ესა წმენდას კარგი რა უნდა გაგესუთაოს, გაგწმინდოს, რა იცის წმენდის იმან თუ ღმერთს იქცემს და რაც გაუხარდება, იმას იყრის კიდე მუცელში. ამ წმენდებს ჯერ ფსიქოლოგიური მზადების გარეშე თვითონ პრაქტიკოსი უნდა იყოს მზად თვითონ. და რა ვიცი მე ახლა 9 პარტნიორს რო გამოიცვლიან და ან თუნდაც კაცო მეუღლე იყოს.
დღეს წამოვაგე რა 2 წუთის წინ კაი ხოშიანა რა ვიცი მოწევს დალევს დათვრება გამეილეშება გამოიბესკნება გემრიელად კაი ხოშიანა ძინძინ ფარტს გამართავს და მე გაგასუფთავებ კი გაგასუფთავებ კარგი ხართ კაი გასუფთავებ ამიტომ მე გსაკითხები გაითვალისწინეთ გენაცვალე ხო და რატო გითხარით ეს თემა პრაქტიკოსმა უნდა დაინახოს თქვენ კი არ უნდა მოუყვეთ და ბევრი ხართ ესე მოდიხართ და იწყებთ რომ გააჩერდი ადამიან რას მიყვეთ მე რა გავაკეთოთ დაგემოწმოთ მე თქვენ კი მართალი ხარ კი გადამიხადე ფული მართალი ხარ ხო და ეხლა იგი მაგბურუსია თუ პრობლემა მე მასხნი მე გაგისუფთავ რა უნდა გაასუფთავოს და ესეთი ცხოვრებით ადამიანი ცხოვრობს ამიტომ ესეთ რაღაცებს მიაქცეთ ყურადღება მე არ ვამბობ რომ მუნჯად უნდა იქცეთ ზოგიერთი ისეთი მუნჯია რა გაინტერესებს ვეკითხებ და შენ უნდა მიხვდე ხა მანგაყუ არა ვარ კაცო რაღაცა მითხარი ერთ სიტყვა რა გაინტერესებს ბოლო ან დასვი კითხვა და იმის მიხედვით დაიწყებ ხო გაშლას და რაღაცას იზამ და შესაბამისად როგორ რაღაც არის ისტორია და ესეთი რაღაცები არ უნდა მოუყვეთ. ეხლა თქვენ რომ მიხვა და იცით რა მე ბედი მაქვს ჩაკეტილი და ვიცი რომ ამას ესე მოყვება და ესა და ის რომ გამისუფთავო, რა ვიცი რაღა თავისთავად უკვე ჩათვალეთ რომ რა მახეში ძალით გაებით მახეში. ესეთი რაღაც. ამიტომ ესეთი რაღაცები გაითვალისწინეთ გენაცვალე აქ მე რა რასაც გეუბნებით. კარგით ნახოთ კიდევ აქ რა ხდება თქვენთან ერთ წრეზე ბრუნვა, ერთ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. არ არის გამორიცხული ცოტა ჭორები და რაღაცებიც იყოს, ხო? და კიდევ ერთი რაღაცა, როცა ამჩნევთ ესეთ რაღაცას და გრძნობთ, აუცილებლად უნდა დროზე მიიღოთ ზომები სანამ ფიზიკურ სხეულზე გადავა. ფიზიკურ სხეულზე გადასვლა რას ნიშნავს? ეს არის ჯანმრთელობის გაუარესება. მერე უკვე რთული არის, ეს უკვე ჩათვალეთ, რომ ქრონიკული, აი როგორც ადამიანს სიმსივნე შეეყრება, ისეთი ფორმის არის უკვე ეს. და როგორც მე ხო არის ან განიკურნება, ან არ განიკურნება, ან არის მკურნალობის ქვეშ. ჩათვალეთ ესეთნაირად არის. ამიტომ როგორც კი რაღაცა შეამჩნევთ, ეგრევე უნდა გქონდეთ რეაქცია ხალხო, ეგრევე მოიცა მე გადავდებ კლასებს რაღაცა დედაბერმა სნება ჭირად გადააქციაო, ისი არ უნდა იმასკნოთ ხო, თუ გაციებაო. სნებად გადააქციო, ესი არ უნდა დაგემართოთ. ამიტომ ნახეთ, როცა ადამიანი გაცივდება და ეგრევე მიიღებს შესაბამის მკურნალობა, შეიძლება ჩაიმუშველოს უბრალოდ გრიპის ჭაი, ხო? და თუ კი არა, რა ვიცი, ბრონხებში და ფილტვებში და 1000 რაღაცა უბედურებაში გადადის. ამიტომ როგორც კი პატარა რაღაცას მიხვდებით, შეეცადეთ, რომ ეგრევე მოაგვაროთ. ეხლა რა ხდება, როგორ აარჩიოთ კაცო ეს პრაქტიკოსი და როგორ იმასკნეთ. არავითარ შემთხვევაში ესეთნაირად კი ჩემთანაც არის დარეკავს და მიყვება ისტორიას და არა, ესე არ უნდა მოხდეს. თქვენ მიიღეთ რაღაცა ინფორმაცია, უნდა ნახოთ კიდევ ჩანაწერები. ჩემს გვერდზე ისევ ტაროს კუთხე ნინო მანტრიკა ჩაწერეთ და იმ წუთში ამოგიგდებთ. YouTube-ზე მოისმინოთ, იმიტომ რომ რასაც YouTube-ზე ვდებ, ყველაფერს Facebook-ზე არ ვდებ, ხო? რასაც Facebook-ზე ვდებ, YouTube-ზე არ ვდებ. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა მოისმინოთ, გაიგოთ ცოტა ჩემს შესახებ ის კი არა, დამიწყოთ ძებნა, იმას რა ქვია, და სისხლის ჯგუფი რომელი მაგ და ბებია ჩემი რომელ სოფელში ცხოვრობდა თუ საიდან იყო წარმოშობით, მაგის ძებნა კი არ უნდა დაიწყოთ, ხალხი უნდა რა ფეხი, რა ზომის იგი ფეხი მაქვს და რაღაცა საკმაოდ ჩემს შესახებაც არის ინფორმაცია, საუბრობ და ეს ყველაფერი მოისმინოთ. თუ თქვენთან მოვდივარ ენერგეტიკულად, თქვენში მე გამოვიწვიე ნებისმიერი პრაქტიკოსი, აი როგორ არის უსმენთ, ხო? და გამოიწვიან ნდობა, რაღაც დაინახეთ მარცვალი, რაღაც თქვენი არის, იგრძნობთ თქვენი სულის თუ არის. აი მე უნდა მიხვიდეთ, მაგრამ კიდევ გეუბნებით ისტორია არ უნდა მოყვეთ. არა, თუ თქვენ მოგისმენთ ნებისმიერი პრაქტიკოსი და არ შეგაჩერებს, ნუ მიყვები, არ გეტყვის, იმ ადამიანთან აღარ უნდა გააგრძელოთ კომუნიკაცია. აი ესე უნდა შეარჩიოთ, ესე უნდა დააკვირდეთ და როგორ არის იცი ნდობა უპირველესად თქვენ უნდა თქვენ თუ არ გექნებათ ნდობა, რა თქმა უნდა მე იმას გრძნობ, ხო?
ნერვიულობთ, მერე კიდევ გინდა არ გინდა რომ ნერვიულობს ადამიანი გამოდის, რა ვიცი, დღეში 9-ჯერ კონტაქტზე ერთ ადამიანს რო ეხლა 9-ჯერ და დღეში 1-2 საათს და ერთ დღეს 2 დღეს ამ ბევრი ხართ, ხო? და ცოტა გადამღლელიც არის ჩემთვის. იმ 2 საათში მე შენ დაგახარჯავ სიტყვაზე და წმენდას ჩავატარებ და ლაპარაკში მახარჯინებ. ესე ვინც იქცევა მე მაგალითად როგორ არის, იცი ბიჭო, რამდენჯერ მქონია შემთხვევა. ეხლა იცი რა ვმუშაობ თქვენთან და მოდი ვიმუშავებ. არასრულებს ლაპარაკს და მე შესრულდა ღამის 12 საათი, 2 საათი კიდე არასრულებს და მე ვეუბნები, ეხლა კარგად იყავით, თქვენი დრო ამოიწურა. ეხლა რა ვქნა მე გავათენო 6 საათამდე ადამიანო თუ რა გავაკეთო, ვეღარ მოიფიქრე. ზოგიერთი მართლა მათენებიებს, თუმცა ესეთ ხალხი მოვიშორეს ყველა. ამიტომ ესეთი ეს რა არის, იცი, ეს არის უკვე ნერვიულობა და იმას ვერ აკონტროლებს, რომ რამდენ დროს მახარჯინებს. და ვერაფერი ვეღარ გავუკეთე, ლაპარაკის მეტი ვერაფერი ვერ გავუკეთე იმ ადამიანს, ვერ დავეხმარე. ამას აღარ ფიქრობს. ამიტომ უნდა გქონდეთ ნდობა, რომ თქვენ იყოთ ისე მშვიდად. და ასევე მომცეთ მუშაობის საშუალება მე. ხო? დღევანდელი გაშლა ეს იყო, არ ველოდი მე თვითონ ესეთი გაშლა თუ იქნებოდა, სახელიც არ მაქვს მოფიქრებული. რაღაცას მოვიფიქრებ იმედია შესაძერის. იმედია გაითვალისწინებთ, გამოგადგებათ ეს ინფორმაცია. იცოდეთ თქვენი წარმატება, ჩემი წარმატებაც არის. დაგემშვიდობები ჩემო კარგებო. და ერთ-ერთ ადამიანის სიტყვას დავესესხები დღეს რატომღაც მეტად დააფასეთ ერთმანეთი. დროებით